როგორ ვმართოთ საკუთარი თავი და ემოციები, როგორ ავიყვანოთ თავი ხელში, როდესაც ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენები მიეწყობა. Როგორ გავუმკლავდეთ აკვიატებულ უსიამოვნო ფიქრებს, დღეს მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გადახვიდეთ პირდაპირ მოქმედებაზე და დააღწიოთ თავი ამ მდგომარეობას. ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი მოვიწვიეთ სტუდიაში, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა დილონ მშვიდობის. გამარჯობა დილონ მშვიდობის. ხათუნა, მნიშვნელოვანი თემით ხართ დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში და თავდაპირველად მოდით განსაზღვროთ რა არის თავად ცხოვრება და პრობლემა და რა არის უკვე ტრაგედია, იმიტომ რომ ბუნებრივია ცხოვრება პრობლემების გარეშე არ არსებობს. თუმცა თავარი არის რომ ვიცოდეთ სწორი ამოსავალი ვიპოვოთ და ვხედავდეთ მას სწორად. დიდი მადლობა, თემა მართლაც ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით დილიდან და მართალი ხართ თქვენ, უნდა ჯერ პირველ რიგში განსაზღვროთ რა არის პრობლემა, რა არის ტრაგედია და რა არის უბრალოდ ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გამოწვევა. 21 საუკუნეში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია, რომ გარკვეულ ნევროზულ და ნერვიულ მდგომარეობებს უყურებთ გააზრების პრიზმიდან. რადგან თუ ჩვენ შევძლებთ გავაცნობიეროთ რა ხდება და თუ არ გავაცნობიერებთ, ფაქტობრივად შეუძლებელია რამე არასასიამოვნო შინაგანი მდგომარეობის განკურნება, ჩვენ ვერ მივდივართ შედეგზე. აი ხა რაც თქვენ წამოჭერით, შეგვიძლია ეს თემა განვიხილოთ ამ კუთხიდან და დავფიქრდეთ. ჩვენ ცხოვრებაში არსებული საკითხები ჩამოვწეროთ, რაც გვეპრობლემება და შემდეგ რეალურად ცოტა ფართოდ შევხედოთ, არის თუ არა ეს პრობლემა. რასაკვირველია, თითოეულ ჩვენთაგას აქვს ინდივიდუალური აღქმა და შეიძლება მე ძალიან მაწუხებდეს დილიდან, რომ გამიფუჭდა საყვარელი ფეხსაცმელი და თავისუფლება მივცე 2 დღით გავიფუჭო განწყობა არა მარტო მე, არამედ გავუფუჭო განწყობა ჩემს გარემოსაც კი. მაგრამ რამდენად ღირს ფეხსაცმლის გამო მატერიალური რაღაცების გამო, ეკოლოგიური კუთხითაც თუ შევხედავთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია როგორც კი ამაზე დავკონცენტრირდებით და ჩამოვწერთ რა გვაწუხებს, აღვიქვათ, აი მარტო ჩამოწერა უკვე ხდის ხოლმე გასაღიმებელს იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. არსებობს რა თქმა უნდა ცხოვრებაში ტრაგედიები, რაც არის მძიმე ავადმყოფობა, რაც არის გარდაცვალება ადამიანს, რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ შევცვლით. მაგრამ იმის გარდა ფაქტობრივად ითვლება, რომ ყველაფერი დანარჩენი არის მოსაგვარებელი საკითხი სხვადასხვა სიმძიმის. ცხოვრება ეს არის გარკვეული სპორტ-დარბაზი. სპორტ-დარბაზს რატო ვადარებ? იმიტომ რომ ტრენაჟორთან ურთიერთობა ეს არის დაბრკოლებასთან ურთიერთობა, ხო? აი დაბრკოლებასთან ურთიერთობები ჩვენ გვაძლევს ლამაზ სხეულს. აი შემიძლია ვთქვა, რომ დაბრკოლებასთან ურთიერთობების შემდეგ აკეთებს გამოწვრთნას ჩვენი შინაგანი მესი, ჩვენი პიროვნები. და თუ შევხედავთ ამას როგორც ტრენაჟორს, ჩვენ ხო არ ბრაზობთ იმაზე, რომ ტრენაჟორი გვიწევს წინააღმდეგობას, ხო ჩვენ მას ვეჭიდავებით. ჩვენ შეგვიძლია ამას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ კარგი შედეგისთვის. კი, და თან ვიცით, რომ შეიძლება სხეულიც გვეტკინოს, შეიძლება დავიღალოთ, მაგრამ ამას ჩვეულებრივად უყურებთ, აი ზუსტად ასე უნდა შევხედოთ გარკვეულ გამოწვევებსაც და არ შევქმნათ პრობლემები. სხვებისთვისაც, იმიტომ რომ თუ თან დავაკვირდებით, რომ ამით ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს უფუჭებთ განწყობას, დამეთანხმებით ალბათ, ხო, რომ თქვენ გასწრება ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანებს შეუძლებთ მოგიწამლონ დღე. კი, ეკოლოგიურად შევხედოთ და აბსოლუტურად შეიძლება ჩვენი ხედვა და ხედვის შეცვლა იწვევს ქმედების და გადაწყვეტილების შეცვლას, რომ მოდი იქნებ სხვანაირად ვიცხოვრო. ქალბატონო ხათუნა, მოკლედ მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩვენგანი ვფიქრობთ ასე, რომ არ უნდა ინერვიულო იმაზე, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება, იმიტომ რომ ტყუილი დროის კარგვაა. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ის მარტივი პრობლემები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, საკმაოდ დიდი ტრაგედიის შემცველია, ასე ვთქვათ და ერთი ვარიანტი ეს არის ჩამოწერა, რომ პრობლემებს კიდევ უფრო ნათლად შევხედოთ და მივხვდეთ, რამდენად მარტივია რეალურად ეს პრობლემა და ამის გამო არ ღირს ნერვიულობა, მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე სხვა ხერხი, რომლითაც შეგვიძლია რომ რაღაცნაირად აი ეს ადამიანები, რომლებიც ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ ასეთ პატარა პრობლემებს და მთელ დღეს იფუჭებენ თვითონაც და გარშემოყოფისთვისაც, მათთვის რაღაცნაირად სავარჯიშოს მსგავსი იყოს ან ხერხი, რითიც შეუძლიათ რომ თუნდაც გადაიტანონ ყურადღება რაიმე სხვა საკითხს. აქ ორ რად გავყოფ ამ კატეგორიას, იმიტომ რომ არიან ადამიანები, აი თქვენ თქვით, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენო. რეალურად ძალიან ხშირად ჩვენი წუწუნი თუ ჩვენი რაღაცა, აი ვაიმე იცი როგორ მტკივა და ასე მტკივა და ისე მტკივა, ხო? აი ამას რატო ვამბობთ? იმიტომ რომ ყურადღება გვინდა მივიქციოთ, გვაკლია ყურადღება. ამ შემთხვევაში ნახეთ, თვითონ მიდგომა კი არ არის, პრობლემა არის, რომ უნდა გავიაზრო ეს რაში მჭირდება. როდესაც მე რაღაც თუ საუბრობთ ჩვენ რაღაც შინაგანზე, რომ აწუხებს, ხო? ამას ყოველთვის აქვს მეორადი სარგებელი.
შეიძლება ვიღაცა არ იყოს მზად ამის მოსასმენად, რომ რამეურად სარგებელი უნდა მქონდეს, ახლა მე კუჭი რომ მტკივა, ხო? მაგრამ რეალურად უკვე სიღრმისეულად თუ წავალთ, ახლა უბრალოდ ამ ეთერში ამისთვის დრო არ გვეყოფა, ყოველთვის არსებობს მეორადი სარგებელი, რაში მეხმარება მე ჩემი სხეული ყოველთვის ტკივილითაც კი მეხმარება იმ რაღაცის მიღწევაში, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია. თუ მე სხვადგვარად არ ვიცი როგორ გავიტანო ჩემი, თუ მე არ ვიცი როგორ ვიყო ცენტრი, ყურადღების ცენტრში სხვაგვარად, მე ხდები ავად. აი მაგალითად ბავშვები, რომლებსაც უწევთ სიცხე, იმიტომ რომ არ უნდა სკოლაში წასვლა, მუცელი ტკივათ, მართლა მუცელი ტკივათ. მე არ მინდოდა ხშირად წასვლა, მაგრამ სიცხე არ ქონდათ, კი. ანუ არის მიზეზები რა, მიწევდა კივი მიზეზებდი, მაგრამ მისმენდა იმ პერიოდში. ეს არის მიზნის მიღწევის საშუალება, მაგრამ რაც თქვენი კითხეთ, როგორ დავკონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, რომ დავეხმაროთ საკუთარ თავს, შეგვიძლია მიცეთ მზა რჩევა მაყურებელს, შეგვიძლია, ხო? რა თქმა უნდა, პრაქტიკული რჩევით. კი ბატონო, პირველ რიგში ვიაზრებთ, რომ თუ რაღაცა გამომიყვანა მეწყობიდან და რაღაც არ მომწონს, მოდით ეს იქნება ამინდი, ეს იქნება ვიღაცის ქცევა არა აქვს მნიშვნელობა თუ მოვლენა. საუბარი მარტივ პრობლემაზე. კი, ანუ აქ არ არის საუბარი ტრაგედიაზე და ვიღაცის გარდაცვალებაზე, რომელსაც რაღაცა თავისი წილი გადასახარჯ დრო ჭირდება. აი გამოვყავა რაღაცა ან ბავშვის ხმაურს გამოვყავა ან ქცევას წყობიდან, პირველ რიგში უნდა დავჯდეთ და ან დავდგეთ და გავიაზროთ, რომ ეს არის კონკრეტული მოვლენა, მაგრამ მე მოვლენას ვერ შევცვლი. მე უნდა შევცვალო იმას, რას გრძნობ მე. და ვეკითხები ჩემ თავს, მე რას გრძნობ. ანუ ის როგორც უდათ მოიქცა კი არა. მე რას გრძნობ ამ დროს. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად დავარქვა სახელი რას გრძნობ. აი ხანდახან შეიძლება თქვა რომ მე ვღელავ. არა, უნდა დავაზუსტო. მინდა უთხრა მაყურებელს რომ ინტერნეტში არსებობს აი ამ ემოციონალური ტონების 300-მდე ჩამონათვალი. შეიძლება ამ წუთში ვერ მოვიფიქრო რას შეიძლება კონკრეტულად გრძნობდი, მაგრამ ელემენტარულად როცა მეშინია შეიძლება ოდნავ გრძნობ რაღაცაში, შეიძლება ძლიერ შფოთვას გრძნობ შისთან დაკავშირებით. კი, დავარქვათ სახელი. ეს ნიშნავს, რომ ჩავუღრმავდეთ. ნახეთ, ჩვენში არსებობს ორი სისტემა. გარე საკითხებზე პასუხისგებელი და შიდა საკითხებზე პასუხისგებელი. როდესაც მე მეწყება შფოთვა, ღელვა ან რამე მტკივა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი შინაგანი სისტემა ითხოვს, რომ ყურადღება მასზე გადავიტანო. თუ ამ ადამიანს რამე აწუხებს, მასზე გადაგვაქვს ყურადღება და შესაბამისად ვიწყებ დაკვირვებას, რა ქვია ამ შეგრძნება ზუსტად. როგორც კი ამ შეგრძნება ზუსტად დავარქმევ სახელს, უნდა აღმოვაჩინოთ ჩემს სხეულზე, სად შეიძლება იყოს ეს შეგრძნება. იმიტომ რომ ალბათ თქვენ გქონიათ, რომ ნერვიულობთ ან თავზე მოიკიდებთ ხელს ან ან კი პრობლემატური მუცლის ზონა წელს. კი. აი ის კონკრეტული ემოცია სად არის თქვენ სხეულზე, როგორც კი იპოვით სად არის, იწყებთ იმ კონკრეტული ადგილის მოდუნებას. ღრმად სუნთქავთ და კონცენტრაციას აკეთებთ, როგორ მოადუნოთ ის კონკრეტული ადგილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ ამას გრძნობდე. ხან ნახეთ, რას ვიძახი, ხანდახან მე ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რაზეც ვიცი, რომ არ უნდა ვნერვიულობ. აი ხა ჩვენ თუნდაც გამოუცხადეთ მაყურებელს, რომ სულ არ არის სანერვიულო, შენ რომ გაგიფუჭდა საყვარელი ფეხსაცმელი. მაგრამ რა ქნეს თუ ძალიან ნერვიულობს. კი ბატონო, აქ ნახეთ, ერთია რომ გაუფუჭდა და მეორეა ნერვიულობს იმაზე, რომ ნერვიულობს, რაც არ ნერვიულობდეს. ანუ მივცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ ნუ რა ვქნა, ამაზე მე ნერვიულება მე. და შემდეგი დამაგვირგვინებელი, ეს არის გავიაზროთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში რეალურად რა პრობლემაც არ გქონია, ყველაფერი კარგად დასრულდება. გარდა პოზიტიური აღქმა გქონდა ეს? არა, ეს არის რეალური აღქმა. იმიტომ რომ აი თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში არ დამთავრდა კარგად და თქვენ კარგად არ ხართ? არა. ესეთი იქნება ერთი გარანტირებული მოვლენა, როდესაც შეიძლება ჩვენ დავტოვებთ ამ დედამიწას, ხო? ან რაღაც ვიღაცის გარდაცვალება და ტრაგედიის ჩვენ ვერ გავიხსენებთ ხო, სავარაუდოდ ვერ გავიხსენებთ. კი, ნუ ასე ვიცით ყოველ შემთხვევისთვის, ხო? ამიტომ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი კარგად თავდება და მაინც ყველაფერი გვარდება. ანუ გავიხსენოთ, რომ ეს დამთავრდება და ეს მოგვარდება. და ამის გააზრება ძალიან სერიოზულად გვიწყობს ხელს იმაში, რომ გამოვიდეთ იმ კონკრეტული მდგომარეობიდან. აი, ამ სიტყვათა შეთანხმებასაც კი ძალიან დიდი ძალაა. დიახ. კალდონა ხათუნა, ჩვენ სანამ შემოვიდოთ ეთერში ვისაუბრეთ ვიზუალიზაციაზე. ჩემი პირადი გამოცდილება ახლა რამდენად შეესაბამება არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რას ვიყენებ ხშირ შემთხვევაში. ვიზუალიზაციას უთმობ ძალიან დიდ დროს და მნიშვნელობას იმისთვის, რომ შემდეგ თუნდაც პატარა პრობლემებმა არ იქონიოს ჩემზე გავლენა, ვინაიდან
ამას თუ ჩაუღრმავდით, ძალიან ბევრ მიზეზს ვიპოვით იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ საშინელ ხასიათზე ჩვენც და მერე გადავდოთ ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ყოფ ადამიანებს. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას, თქვა თუნდაც მომდევნო დღის დაგეგმვის კუთხით, იმ კუთხით, რომ არ იქონიოს შემდეგ რაიმე მცირე პრობლემამ დიდი ზეგავლენა ჩვენზე და შედარებით მარტივად შევხედოთ იმ ყოფით პრობლემებს, რომელიც ბევრ სამწუხაროდ აღიზიანებს და გამოყავს ღობილებით. ვიზუალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი არ იყენებს დანიშნულების ამბებს და იყენებს ნეგატიურად. აი მაგალითად მე მაქვს პრობლემა, ხო? იმისთვის რომ მე პრობლემა მოვაგვარო, მე ამ პრობლემაზე არ უნდა ვიფიქრო, ასე როგორც პრობლემაზე. ამ შემთხვევაში მე მის ვიზუალიზაციას ავტომატურად ვაკეთებ და მე ამ პრობლემას ვამძიმებ. აბა აქედან გამომდინარე ჩვენ რას ვაკეთებ თუ გვაქვს პრობლემა და ვიზუალიზაციას ვიყენებთ. ჩვენ ვიწყებთ წარმოდგენას იმისა, გადაწყვეტილ მდგომარეობაში, ამ პრობლემის გადაწყვეტილ მდგომარეობაში, როგორ გამოიყურება ჩემი ცხოვრება და ეს საკითხი. ანუ სანამ მე პრობლემას ვაკონცენტრირებ, ხო? ვკონცენტრირდები პრობლემაზე, მე მას ვაზვიადებ. და მე მას ვაღრმავებ, მის აღქმას ვაღრმავებ. შესაბამისად, თუ მე მაქვს პრობლემა, რომ რაღაცა არ მომწონს, აბა როგორ მომეწონებოდა იმაზე ვფიქრობ და ვიწყებ იმის წარმოსახვას. ძალიან სერიოზული შედეგი შეიძლება დავდოთ, მაგრამ ეს არის როგორც სპორტდარბაზში ვარჯიშივით. ვიზუალიზაცია სულ უნდა ვაკონტროლოთ, რომ ვიფიქროთ იმაზე, რაც გვინდა და არა იმაზე, რაც არ გვინდა. ბატონო, ჩვენ ვახსენეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად წუწუნებს და უარყოფით ემოციებს გასცემს და ეს ხდება საკუთარი თავის კონცენტრაციის ქვეშ რომ იყოს სწორედ ამიტომ რამდენად შესაძლებელია რომ ზრდასრულობის ასაკში ასეთმა იმედი დავარქოთ წუწუნა ადამიანმა შეცვალოს თავისი აღქმა და თვისება და ხასიათი. რეალურად საკუთარი ხასიათის ცვლილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს ამას წინ უძღვის ღირებულებების შეცვლა, იმიტომ რომ მე რო წუწუნა ვარ, მე ჩემთვის მისაღებია ეს და ეკოლოგიურია, რომ მე შეიძლება მოვწამლო გარშემო ადამიანები, მაგრამ როგორც კი მე ვიწყებ მუშაობას საკუთარ თავზე, ნახეთ, ცოტა სიღრმისეულია. იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ჩემი წუწუნით წამლავ, რეალურად მე რაღაცა პროტესტი მაქვს და ამას რატომღაც ვაკეთებ, შეიძლება ეს გაცნობიერებული არ მქონდეს. ანუ გამოხატვის არასწორი ფორმაა ეს? არა, ეს არის გამოხატვის იმის გამოხატვის ფორმა, რაც ხდება იმ ადამიანის სულიერ მდგომარეობაში. ამიტომ ვიღაც ხო ასე არ გამოხატოს, ხო შეიძლება ყველა ცხოვრებაში ასე იყოს, მაგრამ მან ტკივილით გამოხატოს მაგალითად. კი, ნახეთ, რაც საკვირველია, ყველას გვაქვს გამოხატვის სხვადასხვა ფორმები და ის წუწუნი იმ ადამიანისთვის, რომელიც წუწუნებს, არის დაცლის საშუალება. მისთვის შეიძლება არც იყოს ცუდი. რაღაცა უფრო კი თუ იგროვებს შეიძლება უფრო ცუდი იყოს, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს დაცლის საშუალება, თუმცა ვიღაცა პირიქით მოხტავს თავის თავს ნეგატიურად. შესაძლებელია შევცვალოთ, ვიწყებთ საკუთარ ხასიათზე მუშაობას, ოღონდ არა ვინმე უთითებს ამ ადამიანს რაზე უნდა იმუშაოს. თვითონ ეს ადამიანი იაზრებს რომელი ხასიათის თვისებას რა მოაქვს მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ხასიათის თვისებები პირდაპირ კონვერტირდება ცხოვრების ხარისხს. ანუ კონკრეტულ თვისებას მერე შეუძლია კონკრეტული ცხოვრების სფერო ამოაგდოს ყალებიდან ამ პირიქით ჩასვას. როდესაც ჩვენ მუშაობთ საკუთარ ხასიათზე, ჩვენ მუშაობთ ჩვენი ბედიღბალზე, ბედიღბალ წყალებში ჩავსვავ, ჩვენი გამართლების ხაზის გასწორებაზე. ანუ თუ გინდათ რომ გიმართლებდეთ, ანუ მარტივად მსუბუქად გამოგდიოდეთ ყველაფერი, ეს და დიდ წარმატებებისკენ მიდიოდეთ, ისე რომ ეს დიდ წარმატება არ განგრევდეთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ ხასიათზე. ძალიან საინტერესო პროცესი. გასაზღვრავს ხასიათი ცხოვრებას. აბსოლუტურად გასაზღვრავს. პრაქტიკულადაც ასეა. შემიძლია ვთქვა, რომ კი გენეტიკა და ასტროლოგიის გარდა, რაც რეალურად, რაც ჩვენს მართვაშია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მართავთ ასტროლოგიას და გენეტიკას, ეს არის ხასიათი, განსაზღვრელი ჩვენი ცხოვრება. საკუთარი თავის მართვა და განვითარება ყოველთვის შეგვიძლია და მართვა უდიდესი იარაღია ეს ჩვენს ხელში, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიყენებთ. ნეგატიურ მოვლენებზე და ემოციებზე ვისაუბრეთ, თუმცა არ ვისაუბრია ადამიანებზე, რომლებიც ჩემ გარშემო არიან, მაგალითად, რომლებიც ცხოვრობენ ამ ნეგატიური ფიქრებით, ცხოვრობენ პრობლემებით და მათთვის თითქოს აი ძალიან ბუნებრივია და პირიქით უცხოც კი შეიძლება იყოს პრობლემის გარეშე შვიდად გატარებული გარკვეული პერიოდი. ასეთ ადამიანებს არ შეგვიძლია ურჩიოთ, იმიტომ რომ ზოგს მე უჩნდება ხოლმე დამოკიდებულება და თუ რაიმე მძიმე არ ხდება მათ ცხოვრებაში, ცოტა უცნაური შეგრძნება ექვს. კი ბატონო, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ქვია საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა.
განცდა. ჩვენ ელემენტარულ, ანუ ინსტინქტური მოთხოვნილებები რაც გაგვაჩნია ცხოვრებაში, ხო და გაგვაჩნია ადამიანური მოთხოვნილებები, რომ წინ ვიარო, რაღაცები გადავლახო, რაღაცა შევქმნა ღირებული და არსებობს ელემენტარული დავიძინო, ვიკვებო, რაღაც წყალი დავლიო, ვისი ამოვნო. აი ამ ცხოველური და ადამიანური მოთხოვნილებების ზღვარზე დგას ერთი ძალიან საინტერესო რამ, ეს არის საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა. მე თუ არა მაქვს განცდა, რომ მე ვარ მნიშვნელოვანი, მე შეიძლება ავათაც კი გავხდე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ვიყო. ამიტომ ადამიანები, რომლებიც არ მიდიან წინ, არ აქვს დასახული მიზნები, არ დგავენ ნაბიჯებს წინსვლისკენ, მათ ეს პრობლემები ჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა გქონდეთ, რადგან ეს მნიშვნელოვნების განცდა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე თუ არაფრის გადალახვას არ ვაკეთებ, არაფრის მიღწევას არ ვაპირებ კი არა, ვერ ვახორციელებ, მე ესე მგონი, არ ვიცი როგორ. მიზანი როდესაც არ გვაქვს, ხო? კი, მე შინია ამბიციური ვიყო, კი. მე ვიწყებ რაღაცების გადალახვას, ვიგონებ პრობლემებს, რომელსაც ვაგვარებ. რეალურად წრეზე დავდივარ, ვიცი ამის მოგვარება და ამ იმ წრეზე ვწრიალი პრისი მოგვარებაც ვიცი. თუმცა ეს ხარ თქვენ კომფორტის ზონაც არის ხოლმე მათთვის, რომ სწორედ ამას ქვია ის კომფორტის ზონა. კი, კომფორტის ზონას, რასაც ვეძახით, რასაც კომფორტის ზონა ბჭყალებში ქვია, თუმცა ეს არის სტაგნაციის ზონა. ზონა, საიდანაც ჩვენ ვერ ვითარდებით და სადაც ჩვენ ავათხდებით, ხო, შინაგანად. ეს არის ზუსტად ეს, როცა მე ვიგონებ საკითხებს, მოსაგვარებელს, იმ არეალზე ჩემი ცხოვრების, სადაც მე ვიცი როგორ ვიმოქმედო და ზუსტად ვიცი რომ გავიმარჯვებ. სწორედ ეს არის ესე იგი გამოწვევები. ითამაშო კომპიუტერული თამაში ის ლეველი, რომელიც ბევრჯერ გაგავლილი და შენ თავს უცხო, აი მე ვარ მე კიდე ერთხელ მოვიგე. კი, აი ეს არის. და ამიტომ გამოწვევები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ გადაცემის დასაწყისში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავი რო ვიგზნო კმაყოფილად, ბედნიერი სიცილი რომ მქონდეს ცხოვრების ბოლომდე, აღფრთოვანების განცდა რომ მქონდეს. თვალები რომ გვიბრწყინავდეს. კი, ეს ყველაფერი არის მხოლოდ მაშინ, როცა მე ჩემს ადამიანურ ღირებულებებს არ ვღალატობ და მივდივარ ცხოვრებაში იქითკენ, საითაც მინდა რომ ვიარო. და არა, იქ, სადაც მარტივია, ან რაღაცა უსაფრთხო. ეს კი სადაც რთულია და სადაც უფრო მეტი გამოწვევა ხდება. და მინდა. ნახეთ, შეიძლება რთული იყოს, მაგრამ არ მინდოდეს. ესე იგი უფრო ბედნიერებიც ვიქნები. კი, რასაკვირველია. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც გვაქვს აკვიატებული ფიქრები და ეს მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. ვახსენეთ, მოდით მაგალითს ისე ვიტყვი, გაფუჭებული ფეხსაცმელი, რომელმაც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გავყვეს, თუმცა ეს აკვიატებული ფიქრი უფრო ხანგრძლივად გრძელდება ხოლმე. აი ამ რა არის ზოგადად აკვიატებული ფიქრი, ეს გავმიჯნოთ და როგორ შეიძლება რომ ამ პრობლემასაც დავახციოთ თავი. კი ბატონო, ძალიან ხშირად არის, როცა ადამიანს აქვს ნეგატიური აკვიატებული ფიქრები, რასაკვირველია ეს შეიძლება იყოს სიტუაციურად სტრესის შედეგი, როცა მართლა რაღაცა დიდი ტრაგედია მოხდა ადამიანის ცხოვრებაში და მას სულ ამაზე ეფიქრება. ამას ვერ გავიქცევით და მაგრამ თუ ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად წარსულზე ფიქრი მოდის და მუდმივად ამაზე ფიქრობს, ეს უკვე მისახედი მდგომარეობაა. მაგრამ რასაც თქვენ რა კონტექსტში ჩვენ საუბრობთ, ანუ მაგალითად აკვიატებული ფიქრი მაქვს, რომ დავჯდე ხა მანქანაზე, ვაი თუ ვერ ჩავიდე ბათუმამდე, რამე რომ დამემართოს, ხო არის, ან გაუში ბავშვი სკოლაში, ძალიან ხშირად მომმართავენ ამ საკითხზე, ან გაუში ბავშვი მეგობრებთან და კი, და სულ მაქვს განცდა შფოთვის, რომ ვაიმე რამე არ მოუვიდეს, ვაიმე ყურმილს რო არ იღებს, ალბათ რამე მოვიდა. ჩემი შვილი 3 წლის არის და მე უკვე მაქვს ეს ფიქრები, რომ რო გახდება 18-ის და კი, წარმოიდგინეთ, კი. მინებებულია ძალიან ბევრი. ეს არის უსაფრთხო, ხო, რაღაცა. ნახეთ, ეს ფიქრი შეიძლება აგვეკვიატოს, როცა ჩვეულებრივად თუნდაც ბავშვებზე რადგან ვისაუბროთ, შვილი ერთობა მეგობრებთან და ჩვენ მასაც ვაწუხებთ, საკუთარ თავსაც ვიწუხებთ, მე დანაშაულის განცდას ვკიდებთ იმის გამო, რომ არსებობს და კარგად არის. ამიტომ ერთგვარ ჩარჩოებშიც ვაქცევთ ხოლმე. კი, ამიტომ აკვიატებულ ფიქრს რაც შეეხება, მასთან ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ და ახლა ავხსნი მაშინ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ. კი ბატონო, როგორი ტექნიკით? კი ბატონო, პირველ რიგში აი მაგალითად მე მაქვს მეშინია რომ ეხლა რომ დავჯდე მანქანაზე და წავიდე ღამე როა ბათუმში, შეიძლება რამე რო არ დამემართოს. პირველ რიგში ვაძლევ თავისუფლებას რომ ეს ფიქრი მქონდა. არ ვეჭიდავები, არაფერი არ მომივა, ის მეუბნება მოგივა, მე მეუბნები ჩემ თავს არაფერი. ეს უნდა შეწყდეს დიალოგი. იმისთვის რომ დიალოგი შევწყვიტოთ ამ ნეგატიურ ფიქრთან, უნდა დავეთანხმოთ. ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ კი, შესაძლებელია რამე მომივიდეს კიდეც. მაგრამ მე რეიწყება უკვე გამოსავალი, ხო, მაგრამ ოკეი, თუ მომივა და ვერ ჩავალ, ესე იგი ვერ ჩავალ. როგორც კი მე მას ვეთანხმები, მისი სიძლიერე კლებულობს და პარალელურად როგორც კი დავეთანხმები, ჩემი ამოცანა, თქვენ როგორც ბრძანეთ, ვიზუალიზაცია გამოვიყენო, ვიწყებ წარმოდგენას იმისა, როგორ გადმოვედი მანქანიდან.
უკვე მზიან ბათუმში. უკვე ბათუმში ვარ. ან თუნდაც მეორე დილაა უკვე და როგორ გავედი ზღვის სანაპიროზე. ვიხსენებ ყავა, აი ჩემი საყვარელ კაფეში ყავას როგორი სუნი აქვს. ხვდებით, ანუ მზის სხივებს წარმოვიდგენ. ვიზუალიზაციას ვაკეთებ, არა გზის, რომელიც უნდა გავიარო და რომელსაც მეშინია, არამედ უკვე გზა გავლილი მაქვს და დასრულებული პროცესის. ჩვენ თუ ჩვენს აკვიატებულ ფიქრებს, რომელიც გვაწუხებს, ასე ვუპასუხებთ და გავაკონტროლებთ რამოდენიმე დღე, რომ ყველა ფიქრს ვიჭერთ, ვეთანხმებით და საპირისპირო დადებით ვფიქრობ, ისინი ძალიან გაიშვიათდებიან და ბოლოს დაგვანებებენ თავს. ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერთან ერთად, რაც ჩვენი ცხოვრების შემოდგენელია, ასევე ხშირად ვესაუბროთ ხოლმე საკუთარ თავს, ხშირად შევქმნით გამოწვევები, დაბრკოლებები, რომლებსაც აუცილებლად გადავუახავთ. მე მგონია, რომ ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება იქნება ზედმეტად ბანალური და უინტერესო, ამიტომ ნუ შეგვეშინდება სიახლეების, ნუ შეგვეშინდება სირთულეების და პრობლემების და უარყოფითი ემოციებისაც. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ესეთი საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევები